ზუსტად 16 მილიარდი მიიღო მადიარის მთავრობამ ბრუსელისგან იმისთვის, რომ 2026 წლის 27 ივნისს, ანუ ზეგ, ბუდაპეშტში გეი პრაიდი ჩატარდეს. აი ასე, ერთი საპარლამენტო არჩევნები, კონსერვატორების პასიურობა, ლიბერალი ამომრჩევლის მობილიზება და უნგრეთი, რომელიც ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ბასტიონი იყო ევროპაში, თვალსა და ხელშუა ჩამოგვინგრა. რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პოლიციამ პრაიდის ორგანიზატორებთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ვერ ხედავს საფუძველს, რის გამოც უნდა აიკრძალოს ბუდაპეშტში დაგეგმილი LGBT აღლუმი. ანუ რატომ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში საყოველთაო გარყვნილების პროპაგანდა. არადა ვიქტორ ორბანის პრემიერობის დროს 15 წელი შესანიშნავად ხედავდნენ და უცებ ორ თვეში ისე დაუქვეითად ხედველობა, რომ ყველა ერთად დაბრმავდა. ორბანის დროს ყველაფერს თავისი სახელი ერქვა და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე იყო დეკლარირებული, რომ LGBT სტანდარტები და გარყვნილების მარშები უპირველეს ყოვლისა ბავშვების დაცვის მიზნით იკრძალებოდა. რომ ამ გაუკუღმართებული სქესის და გადაგვარებული აზროვნების ადამიანებს უარყოფითი გავლენა არ მოეხდინათ პატარებზე, რადგან ჩამოუყალიბებელი აზროვნების გამო მათზე ზემოქმედება ძალიან იოლია. დღეს კი გეი აღლუმის ლეგალიზაციის გასამართლებლად ახალი მთავრობა ერთ სერიოზულ არგუმენტსაც ვერ ასახელებს. 15 წელი უნგრეთის პოლიციაში ხომ ყველას შესანიშნავად ესმოდა ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის აუცილებლობა. მაშინ რა მოხდა ამ ბოლო 2 თვის განმავლობაში ისეთი, რომ ყველას სოფხედველობა შეეცვალა ერთბაშად. როგორც ევროპის მთავარმა ფსევდოლიბერალმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, უნგრეთში ცვლილებების ქარმა დაუბერაო. დავიჯერო ეს ქარი ისეთი ძალის იყო, რომ მთელ უნგრულ პოლიციას ორ თვეში ტვინი გამოულაყა? თუ ის უფრო სავარაუდოა, რომ 16 მილიარდმა იმოქმედა ასე მაგიურად. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ორ დღეში ბუდაპეშტი მსოფლიო LGBT შიზოფრენიის ცენტრი გახდება, რაც ნიშნავს, რომ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, იგივე deep state-ი კიდევ ერთხელ იზეიმებს გამარჯვებას, თან გამარჯვებას ისეთ ქვეყანაში, სადაც დღესაც მოსახლეობის უმრავლესობას კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები წარმოადგენენ. აქვე თქვენი ყურადღება ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა მივაპყრო. ანტი-LGBT პოლიტიკას წლების განმავლობაში პირადად ქვეყნის მმართველი პრემიერ-მინისტრი და მისი მთავრობა ატარებდა უნგრეთში და ეს საამაყო ქმედებად მიაჩნდათ. დღეს კი ამ პოლიტიკის ცვლილებას ახალი პრემიერი კი არა, ბუდაპეშტის პოლიცია ახორციელებს. გასაგებია, რომ მთავრობის მითითებით და დავალებით, მაგრამ აშკარაა, რომ პიტერ მადიარი ამ არაპოპულარულ თემასთან პირდაპირ ასოცირებას ყველანაირად გაურბის. ეს კი პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ უნგრეთში ტრადიციული ღირებულებებისადმი ერთგულება ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, ხოლო ხელისუფლების მხარდაჭერა, რომელიც გარყვნილების ლეგალიზაციას ახდენს ქვეყანაში, შემდგომი არჩევნებისთვის შესაძლოა გაზაფხულის თოვლივით გაქრეს და ცვლილებების ქარმაც ისევ იმ მიმართულებით დაუბეროს, რა მიმართულებასაც მას ტრადიციული უნგრული საზოგადოება მისცემს. როდემდე უნდა გაგრძელდეს მორალურად და ზნეობრივად გადაგვარებული უმცირესობის დიქტატი ჯანმრთელ უმრავლესობაზე და რას ნიშნავს ვიყოთ გარყვნილების შემაკავებელი ბოლო ციხესიმაგრე აღმოსავლეთ ევროპაში. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ანალიტიკოსთან დავით ქართველიშვილთან ერთად შევეცდებით სიუჟეტის დასრულებისთანავე. თანამედროვე დასავლეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დიდი ნაწილი უკვე აღარ განისაზღვრება მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებით, პარტიული კონკურენციით ან გეოპოლიტიკური გათვლებით. სულ უფრო აშკარა ხდება, რომ მთავარი დაპირისპირება ღირებულებების სფეროში მიმდინარეობს. იმ ფუნდამენტურ კითხვებზე, რომლებიც განსაზღვრავს რა არის ადამიანი, რა არის ოჯახი, რას ემსახურება სახელმწიფო და რა კულტურულ საფუძველზე უნდა აშენდეს საზოგადოება. სწორედ ამ დიდი ცივილიზაციური ბრძოლის ნაწილად უნდა განვიხილოთ უნგრეთში ბუდაპეშტის პრაიდის გარშემო განვითარებული მოვლენებიც. წლების განმავლობაში უნგრეთი აღიქმებოდა როგორც ერთ-ერთი უკანასკნელი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია deep state-ის მიერ მართული იმ იდეოლოგიური ტალღისთვის, რომელმაც დასავლური ინსტიტუტების, მედიის, უნივერსიტეტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. 16 წლიანი მმართველობის პირობებში ვიქტორ ორბანის ხელისუფლება ღიად აცხადებდა, რომ ეროვნული სუვერენიტეტის, ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობისა და ტრადიციული ოჯახის დაცვის გარეშე ევროპა საკუთარ იდენტობას დაკარგავდა.
სწორედ ამიტომ გახდა უნგრეთი მუდმივი კრიტიკის ობიექტი იმ პოლიტიკური ძალებისა და აქტივისტური ქსელების მხრიდან, რომლებიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების უნივერსალურ და სავალდებულო ნორმად დამკვიდრებას ცდილობენ. პრობლემა არასოდეს ყოფილა მხოლოდ ერთი კანონი, ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება ან ერთი პრაიდის ღონისძიება. რეალური პრობლემა ის იყო, რომ უნგრეთმა გაბედა და განაცხადა, რომ ერს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი კულტურული და მორალური განვითარების მიმართულება. დღეს კი ახალი ხელისუფლების პირობებში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ის რაც წლების განმავლობაში ეროვნული სუვერენიტეტის, კულტურული თვითმყოფადობისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის პოლიტიკად მიიჩნეოდა, სწრაფად იცვლება იმ პოლიტიკური კურსით, რასაც დასავლური ლიბერალური წრეები დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ. უნგრეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა, რომელიც ბუდაპეშტის პრაიდის გარშემო განვითარებულ მოვლენებშიც აისახა. მას ასე, უნგრეთის პოლიციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2026 წლის პრაიდის ჩატარების აკრძალვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და 27 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებას მწვანე შუქი აუნთო. ამ გადაწყვეტილებას ბრიუსელის მხრიდან მალევე მოჰყვა პოლიტიკურად სიმბოლური ნაბიჯი. ევროკავშირმა უნგრეთს დაახლოებით 16 მილიარდ ევროზე მეტი ოდენობის გაყინული დაფინანსების გამოყოფაზე შეთანხმება მისცა, რომელიც ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში იყო შეჩერებული. ევროკავშირი უნგრეთს ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინულ 16 მილიარდ ევროზე მეტს გამოუყოფს. ურსულა ფონ დერ ლაიენი გასულ თვეში პეტერ მადიარის არჩევის შემდეგ ქვეყანაში ცვლილებების ქარს მიესალმა. ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ახალმა პრემიერ-მინისტრმა ისტორიული გარღვევა უწოდა, მიღებულია მას შემდეგ, რაც უნგრეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ორგანიზატორებს ბუდაპეშტში დაგეგმილი პრაიდის აღლუმის ჩატარების უფლებას მისცემდა. გასულ წელს ისინი მემარჯვენე ორბანის მთავრობის ბრძანებით ცდილობდნენ ღონისძიების დაბლოგვას. შემიძლია დავადასტურო, რომ განბლოკილია 10 მილიარდი ევრო Next Generation EU-ის ფონდიდან, ამას ემატება 4,2 მილიარდი ევრო კოჰეზიის პირობითობის მექანიზმიდან და 2,2 მილიარდი აკადემიური თავისუფლების საკითხთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად, რაც ჯამში 16,4 მილიარდ ევროს შეადგენს. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ამ პოლიტიკური და ღირებულებითი ცვლილებების ფონზე კვლავ აქტუალური გახდა ევროკავშირის მიერ უნგრეთისთვის გაყინული მილიარდობით ევროს საკითხიც. წლების განმავლობაში ბრიუსელი ორბანის ხელისუფლებას ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა. ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის გადაწყვეტილებით უნგრეთს ჯამში 16 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დაფინანსება შეუჩერდა, რასაც ოფიციალურად სამართლის უზენაესობის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ევროპული ღირებულებების დაცვის აუცილებლობით ხსნიდნენ. თუმცა უნგრეთის კონსერვატორი წრეებისთვის ეს საკითხი ყოველთვის უფრო ფართო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელი იყო. საუბარი მხოლოდ ტექნიკურ ან იურიდიულ საკითხებს არ ეხებოდა. რეალურად ფინანსური ბერკეტები გამოიყენებოდა იმისათვის, რომ ბუდაპეშტს უარი ეთქვა დამოუკიდებელ პოლიტიკურ კურსზე და სრულად მორგებოდა იმ მავნე იდეოლოგიურ დღის წესრიგს, რომელიც ევროკავშირის ბიუროკრატიულ და პოლიტიკურ ელიტებში დომინირებს. ახალი ხელისუფლებისა და ევროკავშირის მხრიდან გაზრდილი პოლიტიკური მხარდაჭერის ფონზე ბუდაპეშტის პრაიდის ორგანიზატორებმაც მნიშვნელოვნად გააფართოვეს საკუთარი რიტორიკა და აქტივობა. მათ განცხადებებში სულ უფრო მკაფიოდ იკითხება არა მხოლოდ ღონისძიების ჩატარების მოთხოვნა, არამედ უფრო ფართო პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ღირებულებითი კურსის შეცვლას და საზოგადოებრივ სივრცეში ახალი დამახინჯებული იდეოლოგიური ნორმების დამკვიდრებას. 31 ბუდაპეშტის პრაიდის მსვლელობა 27 ივნისს გაიმართება. ამიტომ შეკრებების შესახებ მოქმედი კანონის მოთხოვნების შესაბამისად 27 მაისს პოლიციას მივაწოდეთ შეტყობინება აღნიშნული ღონისძიების შესახებ. განსაკუთრებული 2025 წლის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება ჩვენთან ითანამშრომლებს და შეკრების თავისუფლებაც დაცული იქნება. ჩვენ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვურჩევთ ყურადღება მიაქციონ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს უახლეს გადაწყვეტილებას, რომელმაც 2021 წლის ჰომოფობიური და ტრანსფობიური პროპაგანდის კანონი სამართალდარღვევად მიიჩნია.
საყოველთაო გარყვნილების პროპაგანდისტები მადიარის ხელისუფლებას შეახსენებენ ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც 2021 წელს მიღებული კანონი, რომელიც LGBT საკითხების საჯარო სივრცეში რეგულირებას ეხებოდა, ევროკავშირის სამართლებრივ ჩარჩოებთან შეუსაბამოდ შეაფასა. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება უნგრეთის კანონს, რომელიც ზღუდავს ან კრძალავს ჰომოსექსუალობისა და გენდერული იდენტობის შეცვლის პოპულარიზაციას ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ მედიაში. აღნიშნული რეგულაცია ორბანის ხელისუფლებამ ევროკავშირის აუდიოვიზუალური სახელმძღვანელოსა და ბავშვების მავნე კონტენტისგან დაცვის დებულებების მიღებისას დაამტკიცა. უნგრეთის კანონმდებლობა, რომელიც ეხება იმ კონტენტის შეზღუდვას, სადაც გამოხატული ან წახალისებული იქნება ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული პიროვნული იდენტობა, სქესის შეცვლა ან ჰომოსექსუალობა, წარმოადგენს დისკრიმინაციული ზომების კოორდინირებულ პაკეტს. ეს ზომები არღვევს არა ცისგენდერი და არა ჰეტეროსექსუალი ინდივიდების გამოხატვის თავისუფლებას და სერიოზულად ძირს უთხრის ადამიანის ღირსების პატივისცემის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ღირებულებებს, მათ შორის უმცირესობათა უფლებების დაცვას. შესაბამისად, ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის იდენტობას, რომელიც წარმოადგენს საერთო სამართლებრივ წესრიგს მრავალფეროვან საზოგადოებაში. ამ კონტექსტში ბუდაპეშტის პრაიდის დაშვება არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი საჯარო ღონისძიების ორგანიზების საკითხს. ეს არის სიმბოლური მოვლენა, რომელიც ასახავს ძალთა ბალანსის ცვლილებას სახელმწიფოსა და იმ იდეოლოგიურ მოძრაობებს შორის, რომლებიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს გარდაქმნას ისახავენ მიზნად. ლიბერალიზმის ანატომიაში ახლა დიალოგის დროა და სტუმრად მოვიწვიეთ პოლიტოლოგი დავით ქართველიშვილი. დავით ბატონო, გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. მივედით იქამდე, რომ უნგრეთთან მიმართებაში უნდა დავსვათ, შეიძლება ცოტა რიტორიკული, მაგრამ ძალიან გულსატკენი ესეთი კითხვა. 16 მილიარდი თუ ამხელა სახელმწიფოს ღირსება. თავად უნგრეთის ხელისუფლებამ ამაზე პასუხი უკვე გასცა იდეაში, იმიტომ რომ აგერ ზეგ ტარდება LGBT პრაიდი და შესაბამისად ის აკრძალული სტანდარტები ისევ ბრუნდება ქვეყანაში, ანუ თვალსა და ხელშუა ჩამოგვეშალა და გამოგვაკლდა ხელიდან ეს ამხელა სახელმწიფო, რომელიც ბასტიონივით იდგა, ხო, აი ამ გარყვნილების, ასე ვთქვათ, წინააღმდეგ. როგორ ფიქრობ, აი 16 მილიარდი. ცოტა იაფი ხომ არ არის? იმისათვის რომ აი ამხელა სახელმწიფოს ღირსება დათმოდა, ადამიანების თუ კაცების დაქორწინება და ჩვენთან ხო ლიბერალები ამაზე აკეთებენ ხოლმე აქცენტს, ხო? დათხოვება და აკანონო. აი ეს რამდენად ასე ვთქვათ შესაბამისი ფასია. ცოტა ხო არ გაიაფეს თემა. მოდი მივიდეთ მაგ 16 მილიარდამდე, იმიტომ რომ ახალი არაფერი არ არის ჩემთვის, იმიტომ რომ ეს არის კაცობრიობის ისტორიაში ღმერთ მებრძოლეობა, ეს არის კაცობრიობის შექმნის ბიბლიური საწყისების და ისტორიის უარყოფა. თავის დროზე და პირველი ფასი ღმერთ მებრძოლეობის იყო იმ აკრძალული ხილის გემო. შემდგომ ეს ფასი და მისი კურსი ამ ღალატის და ღმერთ მებრძოლეობის თანდათანობით ასე ვთქვათ იცვლებოდა. ჩვენ გვახსოვს ძალიან ესეთი მკაფიო 30 ვერცხლი და დღეს ეს 30 ვერცხლი და ის აკრძალული ხილის გემო უკვე მისი კურსი ავიდა 16 მილიარდამდე და 30 ვერცხლი გახდა 16 მილიარდი. და მე მგონი რომ ეს კურსი კიდევ უფრო გაიზრდება. შეიძლება ლიბერალებმა თქვან რომ ადამი და ევაც ხომ თავისუფლები იყვნენ, უნდათ მოწყვიტავდნენ იმ ხიდან, მიიღებდნენ, დააგემოვნებდნენ, არა და არა, მათი თუ თავისუფლების შეზღუდვა როგორ შეიძლებოდა, იყო მკაფიო, ასე ვთქვათ, ტაბუ, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, რისი გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ამაზე არის აგებული კაცობრიობის რელიგიური და ბიბლიური ისტორია, ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. რაღაცა არ შეიძლება ისევ ადამიანისთვის, რაღაცა შეიძლება და კი ბატონო, მაგაში თავისუფალი ხარ.
განდევნეს იმ პირველი კურსით და პირველი საფასურით, ხომ, ადამი და ევა 60-დან და დაიკეტა ადამიანისთვის 60-ის და ედემის ბაღის კარიბჭე. თავისი ჯვარცმით მაცხოვარმა ხომ გამოისყიდა იმ ადამიანების ცოდვა და კვლავ გაუღო კაცობრიობას ედემის ბაღის კარიბჭე. დღეს მიდის შურისძიება იმისთვის, რა მარცხიც განიცადეს თავის დროზე. უბრალოდ ამ შურისძიების და აი ამ 30 ვერცხლის კურსი გაიზარდა დღეს 16 მილიარდად, თორე ხარისხობრივად, ხომ, არაფერი არ შეცვლილა აბსოლუტურად. ღალატი იყო ის, ღალატი იყო პირველ შემთხვევაში, მეორე შემთხვევაში, ზოგადად ვიზახებ, ბევრი ღალატი იყო, მაგრამ ეს ყველაზე მკაფიო მაგალითები გამოვყავი და დღეს ის ქვეყანა, რომელიც მართალი ხარ ბასტიონად გვევლინებოდა იმ ევროპული ეგრეთ წოდებული ფასეულობების და ტრადიციების დაკნინების ფონზე, ეს ბასტიონიც დამარცხდა სულ რაღაც 16 მილიარდად. იმიტომ 16 მილიარდით გახდა დღეს ის 30 ვერცხლი თავისი საფასურით და თავისი შინაარსით. იმიტომ როდესაც ილონ მასკს ტრილიონზე მეტი აქვს უკვე მხოლოდ ერთ ადამიანს პლანეტაზე, ხომ? არა არის 16 მილიარდი, არაფერი არ არის და აი ამ არაფრის გულისთვის დღეს ის ქვეყანა, რომელსაც ეკავა, კბილებით ეკავა რაღაცა ტრადიციები, რაღაც ფასეულობები, ისიც ჩვენ თვალწინ დამარცხდა. რაც პირველ რიგში მისთვის არის სამწუხარო და უნგრელი ხალხისთვის არის სამწუხარო. აუცილებლად მოვა მონანიება. როგორც იუდა ისკარიოტელს დაეწია ბუმერანგივით მონანიება და სადამდე მიიყვანა ჩვენ ეს ყველაფერი ვიცით, აი ესე მოვა ნებისმიერ ქვეყანას, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ორგანიზაციას, რომელიც ღმერთ მებრძოლეობით გააგრძელებს თავის ამ წუთის სოფლისეულ წინსვლას, ეგრეთ წოდებულს და ცხოვრებას. ეს არის გარდაუვალი და ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი და ნომერ პირველი დღის წესრიგი, ხომ, იმ ევროკავშირის სივრცეში არის აუცილებლად LGBT თემის პირველ პლანზე წამოწევა. თითქოს აი ეს უკვე ისეთ აუცილებლობად შეიქმნა, რომ შენ თუ ეს არ გააკეთე, არ გაქვს უფლება ევროპელი დაგიძახოს ვიღაცამ ან ევროკავშირის წევრად შეხვიდე იმ ორგანიზაციაში, რომელიც თავის დროზე ძალიან ჰუმანური, ეკონომიკური საწყისების გამო შეიქმნა და ყველასთვის მიმზიდველი იყო. მათ შორის ისეთი ქვეყნებისთვის, როგორც არის პოსტსაბჭოური სივრცე და მათ შორის საქართველო. საინტერესო შეფასება ძალიან მომეწონა. იყო თავიდან ფასი ვაშლი, შემდეგ გახდა 30 ვერცხლი და ავედით ახლა 16 მილიარდზე. ამ 16 მილიარდს მაინც გამოკრა ხელი უნგრეთმა, ხო? აი მოლდოვას და უკრაინას რა ჭირს ასეთი, რომ უფასოდ ცდილობენ ამ ყველაფრის გაკეთებას. ანუ პრაქტიკულად ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ამბობენ ვარს ღირსებაზეც, რაღაცა ღირებულებებზეც, ტრადიციულ ფასეულობებზეც და მესმის ახლა რომ თქვათ ამ შემთხვევაში თვითონ ბრუსელი კატეგორიულად ითხოვს კანდიდატი ქვეყნებისგან ხო ყველას გვესმის ეს აი ამ სტანდარტების დამკვიდრებას, კაცების ერთმანეთზე დათხოვებას და ასე შემდეგ. მაგრამ რამდენად არის საერთოდ აი ეს დაკანონება ამ გარყვნილებისა ერთგვარი გზა, რეალური გზა ევროკავშირისკენ და თუ ეს ყველაფერი უბრალოდ მოჩვენებითი თემაა და ამითაც უბრალოდ სახელმწიფოები და ადამიანები თავს იტყუებენ. მოდი გავყვეთ ჩემი შედარებების და ასოციაციების ლოგიკას და მე მაინც მწამს და მჯერა რომ აი იმ მავნე პროცესების უკან რამაც მიიყვანა ევროპის კონტინენტი იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც არის, სერიოზული როლი უკავია ბრიტანეთს, მე მწამს და მჯერა ამისი. და ეს ის ბრიტანეთია, რომელსაც კოლოსალური გამოცდილება აქვს აზიის რეგიონში თავისი კოლონიალური პოლიტიკის გატარების კუთხით და მათ შორის ინდოეთში. და მე რატომღაც მგონია რომ აი ინდოეთში რომ წააწყდა ბრიტანეთი ძალიან საინტერესო კასტებად დაყოფას ხომ ინდუიზმში. პირველ ადგილზე იყვნენ ბრაჰმანები, სადღაც შუაში იყვნენ ქშატრიები და სულ ბოლოს იყვნენ შუდრები, ყველაზე უმწეო მოსახლეობის და საზოგადოების ფენა.
აი მე მგონი რომ ძალიან შორს არ წასულან და აი ამ კასტებად არის დაყოფილი დღევანდელი ევროპა და ევროკავშირი, სადაც ბრაჰმანები არიან ევრობიუროკრატები, სადაც ქშატრიები არიან ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, წევრები და წევრობის კანდიდატები არიან შუდრები. აი ის შუდრები, რომლებსაც დღეს წარმოადგენს იგივე უკრაინა, იგივე მოლდოვა, რომელსაც არ შეუძლია იმდენი, რაც შეუძლია ქშატრიას და რა თქმა უნდა, ბრაჰმანამდე მათი მისვლა და დაწინაურება არის აბსოლუტურად გამორიცხული. მორელმა ხო ზუსტად იგივე თქვა. აქ არის ედემის ბაღი, დანარჩენები ხართ ჯუნგლები. აი ის რაშიც აიღო და მისცეს და აიღო უნგრეთმა 16 მილიარდი, ხო? ქშატრიის პოზიციიდან მისცეს და ქშატრიის პოზიციიდან აიღო. მაგრამ შუდრებს მოლდოვას, უკრაინას ამ 16-ს კი ერთ ევროს არ შესთავაზებს არავინ, იმიტომ ისინი ვალდებულები არიან, რასაც აკეთებენ, გააკეთონ მონურად, ვასალურად, კოლონიალურად და უსასყიდლოდ. აი ამ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ხო თვალსა და ხელს შუა პრაქტიკულად უცებ ჩამოგვენგრა და გამოგვეცალა მთელი აღმოსავლეთ ევროპა. რომელიც გარკვეულწილად ჩვენს წინ რაღაც ესეთი დაცვის ხაზი იყო ამ ყველაფერზე, ხო? უცებ პოლონეთი ჩამოინგრა იქ ერთნაირსკეცია და ქორწილები აღიარეს. აქეთ უნგრეთი, აქეთ ბულგარეთი, იქეთ რუმინეთი, მოლდოვა, უკრაინა, ბალტიისპირეთზე ხო აღარ არის საერთოდ საუბარი. უცებ აღნიშნავ რომ მარტო დავრჩით. ანუ აღმოსავლეთ ევროპაში ერთადერთი ქვეყანა დავრჩით რეალურად, რომელიც აი კბილებით იცავს ამ ღირებულებებს და აჩერებს ამ გარყვნილებას. რაც პრაქტიკულად უკვე გასაგებს ხდის, რატომაც ვართ მუდმივი თავდასხმის ასეთი ობიექტი, რომ ყოველდღე ამ პატარა საქართველოზე ილაშქრებენ და იცლიან ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ანუ როგორ ფიქრობ, ეს მდგომარეობა, როდესაც ჩვენ აღმოჩნდით ბოლო ციხესიმაგრე პრაქტიკულად აი ამ ბრძოლის ხაზზე, ხო, გარყვნილების შემაკავებელ ფლანგზე. უნდა გვიამაყებოდეს, თუ უფრო უნდა გვანერვიულებდეს. იმიტომ რომ მართლაც არ არის ახლა ამ ხელა ძალასთან მარტო ბრძოლა იოლის საქმე. აი ამ ქვეყნების ჩამონათვალში მე დავამატებდი ერთ ძალიან მნიშვნელოვან მაგალითს. ეს არის საბერძნეთი. ეს არის მართლმადიდებლური ქვეყანა, წარმოუდგენელი მოხდა, რომელშიც მოხდა მართლა წარმოუდგენელი რამ და რა იყო წინაპირობა. შეიძლება ვთქვათ პოლონეთს დამართოდა ეს, უნგრეთს დამართოდა სხვადასხვა მიზეზების გამო. მაგრამ საბერძნეთს, რომელიც არის ერთ-ერთი აკვანი მართლმადიდებლობისა, საბერძნეთს, რომლის ტერიტორიაში დე იურე შედის წმინდა ათონის მთა. რა მოხდა აი წინაპირობად, რომ იმაში საბერძნეთში განეხორციელებინათ ის, რაც განახორციელეს. პირველ რიგში დაიწყეს ერთიანი ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის დაშლა დაყოფა ნაწილებად. და დღეს ერთიანი ელადის ეკლესია საბერძნეთში ფაქტიურად არ არსებობს. კრეტას კუნძულზე საერთოდ ცალკე ეკლესია, რომელიც არ ემორჩილება ათენს, ხომ? თვითონ ელადაში და საბერძნეთში რამოდენიმე ნაწილებადაა დაყოფილი ეკლესია, ძველი სტილის მომხრეები არიან კალენდრის, ახალი სტილის მომხრეები და ასე შემდეგ. არის სიტუაცია, როდესაც ერთმანეთს ჩაცმულობით ცნობენ ქუჩებში ამ უდელმსახურები და თუ სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლები არიან, არც კი ესალმებიან ერთმანეთს. ანუ პირველი რაც გააკეთეს, ნაყოფიერად გააკეთეს, დაშალეს ერთიანი ორგანიზმი, დაშალეს საბერძნეთის ეკლესია. მერე დაიმორჩილეს ზუსტად ის ინსტიტუტები, რასაც ჩვენ კბილებით ვიცავთ, ხო? ეს არის CSKO, ეს არის სასამართლო სისტემა, ეს არის იუსტიციის სისტემა ზოგადად და ასე შემდეგ, ხომ? ხომ ყოველ ჯერზე იყო მცდელობა ეს ინსტიტუტები ჩამოგვართვან და უქვემდებარონ საერთაშორისო გარე მმართველობას, ხომ? არ ვაძლევთ ამის საშუალებას. და საბოლოო ჯამში მიიყვანეს ქვეყანა საბერძნეთი ისეთ კრიზისამდე, ფინანსურ კრიზისამდე, რომ მათი გადასაწყვეტი იყო, მაგრამ თითქოს და მეტი სხვა შანსი არ ჰქონდათ, რაღაც დათმობებზე უნდა წასულიყვნენ და წავიდნენ აი ამ დათმობაზე, ხო? მართლმადიდებლური სივრცისთვის და საბერძნეთისთვის ზოგადად რაღაც წარმოუდგენელი რამ მოხდა. თან აი ძალიან სერიოზული ვირეშმაკობაც იხმარეს მანდ. პრაქტიკულად არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოიყვანეს ასე ვთქვათ, ფსევდო კონსერვატორი, რომელიც კონსერვატიული, ასე ვთქვათ, იდეოლოგიის პროპაგანდირებას ახდენდა. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერი, რომელიც ღია გეი, რომელიც უცებ აღმოჩნდა, რომ კონსერვატიული ფლანგიდან
აღმოჩნდა LGBT გარკვეულების დამკანონებელი ქვეყანაში. და ღია გეი. ღია გეი. ისე გაათამაშეს ეს რომ მოსახლეობას ეგონა რომ ირჩევდნენ ერთს და შერჩათ ხელში მეორე. კი ბატონო. აი ამ ყველაფერს ხომ საქართველოს უბრალოდ არ აძლევს საშუალებას რომ ჩვენთან ეს განხორციელდეს. იმიტომ რომ ძალიან კაი მაგალითები გვაქვს. ბერძნები მეწოდებიან, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვსწავლობთ ყველაფერს, რასაც ახორციელებენ საბერძნეთში, უკრაინაში, მოლდოვაში და ასე შემდეგ. და ამის განხორციელების შესაძლებლობას ჩვენ უბრალოდ არ ვაძლევთ. ეს ერთი და მეორე და მთავარი მომენტი, ნუ მართლა რა, მოწმუნე ადამიანები ვართ საქართველოს უმრავლესობა და ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვდომილობაში ცხოვრება, რას ნიშნავს ერთიანი ეკლესია, ასე თუ ისე მდგრადი, მიუხედავად იმისა, რომ აქაც კი შეაღწიეს თავის დროზე და თავისუფლების ინსტიტუტის მიერ შემოგზავნილმა პერსონალიებმა, რომლებიც დღესაც ურევენ, მაგრამ ბოლომდე ვერ ურევენ, იმიტომ რომ არ აძლევს დედა ღვთისმშობელი და უფალი ამის შესაძლებლობას. და ის კიდევ რომ ჩვენს ეკლესიაში მართლა იგრძნობა და სუფევს სული წმინდის მადლი. უნდა გარკვეულწილად გვიამაყებოდეს ის რომ ვართ აი ამ უზარმაზარი სულიერი მისიის მატარებელი ქვეყანა, თან უნდა ვიყოთ გარკვეულწილად ძალიან ფრთხილები და ძალიან ყურადღებით და უნდა ვნევრულობდეთ კიდევაც იმას, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისგებლობაა. სხვანაირად ალბათ გაგვიჭირდება ამხელა მოსხთან და ამხელა სიბინძურესთან დაპირისპირება. არა და გვიწევს. გვიწევს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. მე დაგემშვიდობებით. მაგრამ იმეც ვიქონიებ, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ამ გადაცემაში. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი. LGBT სტანდარტებით გაუკუღმართებული ორიენტაციით და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით ევროკავშირისკენ ჰერი. იმედია საქართველოში არც ისე ბევრი დარჩნენ ადამიანები, რომლებიც იმის მტკიცებას დაგვიწყებენ, რომ ბრუსელი ევროკავშირში გასაწევრიანებლად არ ავისთხოვს გეი პრაიდების ჩატარებას და გარყვნილების პროპაგანდის დაკანონებას. და თუ მაინც შეგხვდებათ ასეთი, მოლდოვა და მისი გეი ფრენდლი პოლიტიკა უხსენეთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ცისარტყელას დროშის სფერებში აჭრელებული კიშინიოვი საკმარისია იმის დასანახად, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ბრუსელისთვის კანდიდატ ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდისა და LGBT დღის წესრიგის დამკვიდრება. ევრობიუროკრატებმა ეკონომიკურად ყველაზე ჩამორჩენილი კორუმპირებული SNG-ს წევრი მოლდოვაც კი საქართველოზე წინ დააყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ კიშინიოვში უკვე 25 გეი პრაიდი ჩატარდა. თბილისში კი არც ერთი. მოლდოვაში მალე ერთნაირსქესიანთა ქორწინებას დააკანონებენ. საქართველოში კი ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი მოქმედებს და მიუხედავად მუდმივი თავდასხმებისა, მის გაუქმებას არავინ აპირებს. მოკლედ, აღმოსავლეთ ევროპაში მორალურ-ზნეობრივი მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. პოლონეთში სხვა ქვეყანაში დაქორწინებულ გეებს ჩვეულებრივი ოჯახის სტატუსი მიანიჭეს, რითაც პრაქტიკულად ერთნაირსქესიანთა ქორწინება აღიარეს. უნგრეთში ორ დღეში ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ LGBT აღումს ჩაატარებენ. უკრაინა გაგანია ომის დროსაც არ წყვეტს გარყვნილების მარშებს, რომლის მთავარი მონაწილეები ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ჯარისკაცები არიან. მოლდოველმა ლიბერასტებმა კი კოლექტიური გეი ქორწილების პერფორმანსი დადგეს და ხელისუფლებას სასწრაფოდ ერთნაირსქესიანი ოჯახების ლეგალიზაცია მოსთხოვეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოლდოვას ხელისუფლება არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის ერთ-ერთი უსაყვარლესი ვასალია, ეს ლეგალიზაციაც ალბათ მალე მოხდება. ტყუილად კი არ იყო წლევანდელი პრაიდის მთავარი ლოზუნგი სიყვარული ქმნის, კანონი იცავს. ადვილი მისახვედრია, რომ ამ ლოზუნგის მიღმა დგას კონკრეტული პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ურთიერთობების ოფიციალური სამართლებრივი აღიარება. ასე რომ მოლდოვა სავარაუდოდ მალე შეუერთდება დიდ ევროპულ ფსევდოლიბერალურ ოჯახს, ხოლო ღირსებასთან ერთად სუვერენიტეტიც თუ დათმოდა ქვეყნის გაუქმების ხარჯზე რუმინეთსაც თუ შეუერთდა, მაშინ მოლდოვაზე საუბარიც აღარ მოგვიწევს. აღარავის დააინტერესებს აღარც მისი მსოფლმხედველობა და აღარც ის თუ მე რამდენი გეი პრაიდს ატარებს რუმინეთის რიგითი ქალაქი კიშინიოვი. LGBT პრაიდი ომის ფონზე. ყოველდღიური დაბომბვები, დაღუპული სამხედროები და იძულებით გადაადგილებული მილიონობით მოქალაქე. ასეთ რეალობაში ცხოვრობს დღეს უკრაინა. თუმცა მიუხედავად საომარი ვითარებისა, ქვეყანაში იცლიან და კიევის ცენტრში LGBT მარშს აწყობენ. 21 ივნისს კიევში რიგით მე-10 კიევ პრაიდის მსვლელობა ლოზუნგით
ჩვენი ოჯახები უკრაინის ნაწილია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც უკრაინაში ერთნაირ სქესიანი ოჯახების სამართლებრივი აღიარების მოთხოვნა წამოაყენეს. 2026 წლის კიევ პრაიდში დაახლოებით 5000 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ მოქმედი სამხედროებიც, ვეტერანები, ორგანიზაცია LGBT+ სამხედროები თანაბარი უფლებებისთვის წევრები და LGBT აქტივისტები. რა თქმა უნდა, მარშს მხარს უჭერდნენ უცხო ქვეყნის დიპლომატები, მათ შორის კანადის, შვედეთის, გერმანიის, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, დანიის და საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლები. ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლები. ზოგმაც უშუალოდ მიიღო LGBT მარშში მონაწილეობა. კანადის ელჩი უკრაინაში ნატალკა ცმოცი ერთ-ერთი ასეთია, ვინც კიევში გამართულ LGBT პრაიდში მონაწილეობდა და მან პირდაპირ დააკავშირა ეს თემა ევროინტეგრაციასთან. ფიქრობ, მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდში დგომა, უკრაინას თანასწორობა სურს, უკრაინა ფრონტზე სერიოზულად იბრძვის და LGBT თემის წარმომადგენლები ფრონტზე ბრძოლაში მონაწილეობენ. მათ იგივე უფლებები სურთ, რაც ყველას, არსებითად საქმეს სიყვარულს ეხება. ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, უნდა ჰქონდეთ ერთადყოფნის უფლება. ეს ევროკავშირის ნაწილი იქნება. ასე რომ თუ უკრაინა სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს, ეს არის ის, რაც მათ უნდა გააკეთონ. პრაიდამდე ერთი კვირით ადრე ევროკავშირმა უკრაინასთან ბლოკში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერი გახსნა. ევროკავშირში გაწევრიანება არ გაწევრიანების საკითხი, რომ პირდაპირ გადის ერთნაირ სქესიანთა ქორწინების აღიარებაზე, LGBT პრაიდებზე თუ სქესის შეცვლის იურიდიულ დაკანონებაზე, ეს დიდი ხანია ცნობილია. ევრობიუროკრატები არც უკრაინაში მიმდინარე ომს ერიდებიან და ქვეყანას მის დასრულებასაც არ აცლიან. ისე სთხოვენ ამ ყველაფრის შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ევროკავშირში არ მიღებით აშანტაჟებენ. ამის დასტურია ისიც, რომ 2026 წლის თებერვალში ევროკომისიამ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობების შესრულება მოსთხოვა, რომელიც ერთნაირ სქესიანთა ქორწინების სამართლებრივ აღიარებას და მათი დაცვის უზრუნველყოფას გულისხმობს და იქვე განუმარტა, რომ ამის გარეშე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წინ ვერ წავიდოდა. მათ გამოაქვეყნეს წერილი, რომელიც გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის სახელით მომზადდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკრაინის სამართლებრივი ჩარჩო უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის კანონმდებლობას და ფუნდამენტური უფლებების ქარტიით გათვალისწინებულ სტანდარტებს. კერძოდ, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას და ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე. ევროკომისიამ ასევე შეახსენა უკრაინას მოლაპარაკებების კლასტერ საფუძვლების ფარგლებში მისი ვალდებულებები. კერძოდ 23 თავის სასამართლო და ფუნდამენტური უფლებები. კანონის უზენაესობის გზამკვლევის თანახმად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ერთნაირ სქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მაიმულახინი და მარკივი უკრაინის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს აღიარებული, ეს გასული წლის ბოლოს ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა. არჩევანი ძალიან მარტივი გახდა. ან LGBT ქორწინებების, სქესის შეცვლების და LGBT მარშების აღიარება და ევროკავშირში გაწევრიანება, ან ამ ყველაფრის უარყოფა, ტრადიციული ფასეულობების და ქრისტიანული ღირებულებების ერთგულება და ევროკავშირის მიღმა ყოფნა. უკრაინაში მოსახლეობის უმრავლესობა მეორეს ირჩევს. იგივე ქალაქში, იმავე დღეს, საკმაოდ განსხვავებული სურათი იხატებოდა. კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე LGBT მსვლელობის პარალელურად ტრადიციული ფასეულობების მხარდამჭერთა მსვლელობაც გაიმართა. ისინი სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იძულებით მისაღებ ცვლილებებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში, რომელიც უკვე მეოთხე წელია სრულმასშტაბიან ომში იმყოფება, საზოგადოების მთავარი ამოცანა სახელმწიფოს გადარჩენაა და არატრადიციული ოჯახური ინსტიტუტის შეცვლაზე დისკუსია. პრაიდის ოპონენტები ეწინააღმდეგებიან ერთნაირ სქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას და ევროკავშირის მოთხოვნებს სუვერენულ საკითხებში ჩარევა დაფასებენ. დმიტრო კორჩინსკი, ორგანიზაცია ბრატსტოს ლიდერი, ამბობს, რომ არ უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს მიგრაციულ და სოციალურ პროცესებზე უარყოფითად აისახება. ის ასევე ეწინააღმდეგება LGBT პირების სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციას. მე არ ვუჭერ მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას და ვიცავ, რომ უკრაინა თეთრკანიან ქრისტიანულ ქვეყნად დარჩეს.
ეგრეთ წოდებულ პრაიდის თვეში ანალოგიური დილემის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა, რომელიც ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა და სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ისევე არალეგალურია, როგორც ჯერჯერობით უკრაინაში. კიშინიოვი პრაიდ მარში ლოზუნგით სიყვარული ქმნის, კანონი იცავს ჩატარდა. ორგანიზატორების განცხადებით ღონისძიების მთავარი მიზანი საზოგადოებაში LGBT პირების ხილვადობის გაზრდა და მათთვის სამართლებრივი აღიარების და დაცვის აუცილებლობაზე ხაზგასმა იყო. აქვე უნდა ითქვას, რომ 2016 წლის 15 ივნისს, ანუ კიშინიოვის პრაიდამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის მსგავსად მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გაიხსნა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს 23 და 24 თავებს, რომელთა ფარგლებშიც ბრიუსელი LGBT პირების ქორწინების აღიარებას და მათი უფლებების დაცვას ითხოვს. LGBT ღონისძიება ოფიციალურად ცისარტყელა დროშის აღმართვის ცერემონიითა და საერთაშორისო პარტნიორების მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. შტაბ-ჭრილება იქმნება, რომ საერთაშორისო წარმომადგენლები კიევშიც და კიშინიოვშიც ფაქტობრივად ზედამხედველების როლს ასრულებდნენ და აკონტროლებდნენ ღონისძიებების მიმდინარეობას და ყველა დეტალის ზედმიწევნით შესრულებას. ასე მაგალითად მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში გამართულ პრაიდზე აქტივისტებმა სიმბოლური ერთნაირსქესიანი ქორწილის ინსცენირება მოაწყვეს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის კავშირი მოლდოვაში კანონით კვლავ აკრძალულია. მსგავსი თითქოს სიმბოლური ღონისძიებები ხშირად განზრახტარდება იმისთვის, რომ ტრადიციული შეხედულებების მქონე მოქალაქეების პროვოცირება მოხდეს. მაგრამ ისევე როგორც კიევში, აქაც ეს ყველაფერი ევროკავშირთან ინტეგრაციას და ევროპულ ვალდებულებებს დაუკავშირეს. LGBT ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანჟელიკა ფროლოვმა თქვა: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ავალდებულებს ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას მოლდოვის ჩათვლით, რომელიც 1995 წლიდან არის წევრი. მიიღოს კანონი, რომელიც აწესრიგებს ერთნაირსქესიან ურთიერთობებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ მოლდოვამ შეასრულოს თავის ვალდებულებები. თუმცა კიევის მსგავსად კიშინიოვში LGBT მარში არ ყოფილა საზოგადოებისთვის მისაღები. მაია სანდუს მოწინააღმდეგე სოციალისტურმა პარტიამ ოჯახის მარში გამართა. პარტიის ლიდერმა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მისი პარტია LGBT პროპაგანდის წინააღმდეგია. როდესაც LGBT მარში დასრულდა, სასულიერო პირთა ჯგუფი და მრევლის ნაწილი იმავე მარშრუტს გაჰყვა. ქუჩები აკურთხეს და განაცხადეს, რომ რელიგიური თვალსაზრისით LGBT ცხოვრების წესი ცოდვაა. დღეს მოლდოვაში ერთნაირსქესიანი ქორწინება კვლავ უკანონოა. ქვეყნის კონსტიტუცია ქორწინებას ქალისა და მამაკაცის კავშირად განსაზღვრავს. თუმცა ევროკავშირის სტრუქტურები და ევროპული უფლებადამცველი ორგანიზაციები მოლდოვას აქტიურად მოუწოდებენ შექმნას ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმები, მაგალითად სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტი, ასევე გააძლიეროს ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები. ჯერჯერობით მოლდოვაში ერთნაირსქესიანი ქორწინების მხარდაჭერა კვლავ დაბალ ნიშნულზეა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მსგავსი ცვლილებების წინააღმდეგია, მაგრამ მათაც სხვების მსგავსად აშანტაჟებენ ევროკავშირში მიღება არ მიღების საკითხით. ორი ქვეყანა, უკრაინა და მოლდოვა, ორი დედაქალაქი, კიევი და კიშინიოვი და ერთი და იგივე დილემა. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა. ერთ მხარეს ბრიუსელის მოთხოვნები, მეორე მხარეს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ამ ცვლილებებს ეროვნული ან რელიგიური იდენტობის ხელყოფად აღიქვამს. ევროკავშირი და LGBT ქორწინებები თუ სუვერენიტეტი და ტრადიციული ფასეულობები, ეს თემები ორივე ქვეყნის პოლიტიკურ დღისწესრიგში სავარაუდოდ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება. როცა ვამბობთ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მორალურად და ზნეობრივად უმძიმესი ვითარებაა, გულისხმობთ იმ ქვეყნებსაც, სადაც ყველაზე ნაკლებად უჭერენ მხარს ბრუსელისგან თავს მოხვეულ LGBT სტანდარტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, LGBT გაყრილების მარშები იქ მაინც ტარდება. ასეთი ქვეყნებია ბულგარეთი და რუმინეთი, რომლებიც ყველა კვლევის მიხედვით LGBT ადამიანების სამართლებრივი და პოლიტიკური მდგომარეობით ევროკავშირის 27 ქვეყანას შორის ბოლო ადგილზე არიან. ანუ არ უნდათ ამ ქვეყანაში ხალხს დაკანონებული გაყრილება და მიუხედავად ამისა, სოფიასა და ბუქარესტში ბრუსელის პატრონაჟის ქვეშ მაინც ტარდება გეი პრაიდები და LGBT მარშები. რაც თავარია, კონსერვატიული უმრავლესობა ამ სიბინძურეს უკვე ვერაფერს უპირისპირებს, რადგან 2007 წელს, როცა რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირს შეუერთდნენ, ორივე ქვეყანამ საკუთარი ნებით მიიღო ადამიანის უფლებების ის კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს შეესაბამება. ანუ კანონმდებლობა პრაიდებით, მარშებით, ტრანსგენდერებით, სქესის გადაკეთებით, პატარა ბავშვების გარყვნით და ასე შემდეგ მთელი შიზოფრენიული ბუკეტით. ყოველ ხუთშაბათს საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ის კიდევ უფრო ანალიტიკური, შემეცნებითი და საინტერესო გახდა. დროებით.